პოლიტიკური შეფასებებისა და ურთიერთბრალდებების თემა ევროპარლამენტის მიერ მიღებული მორიგი მძიმე შინაარსის რეზოლუცია. დოკუმენტს მწვავედ აკრიტიკებს მმართველი გუნდი და პირდაპირ აცხადებს, რომ რეზოლუციაში ასახულია არაერთი უზუსტობა, რაც ევროკავშირზე გარე ძალების ძლიერი გავლენით აიხსნება. საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციაში ხელისუფლების ოპონენტები რეზოლუციას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის კიდევ ერთ დადასტურებად აცხადებენ და გამოსავალს ხელახალ არჩევნებში ხედავენ. ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტმა 400 ხმით დაამტკიცა. დოკუმენტი ქართული ოცნების ხელისუფლებას არ აღიარებს და ლეგიტიმურ პრეზიდენტად ისევ სალომე ზურაბიშვილს აცხადებს. რეზოლუციაში ისმის მოწოდება ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე და მოთხოვნილია მაღალი თანამდებობის პირების, ბიზნა ივანიშვილის ოჯახის წევრების ახლო გარემოცვისა და სხვადასხვა მედია საშუალებების ხელმძღვანელების დასანქცირება. ძალაში რჩება ჰუმანიტარული საფუძვლით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც. თათია ტაბეშაძემ მოისმინა პოლიტიკური შეფასებები, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. თათი. ხმაურიანი დოკუმენტით, რომელსაც მხარე 400 დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიცია კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ მასში გაწერილი მოთხოვნები ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის და ოპოზიციის მუშაობის დამსახურება. ერთადერთი, რაზეც მათ აქვთ განსხვავებული პოზიციები, ეს ეხება დამტკიცებამდე პროექტში შეტანილ დამატებას. მაგალითად, მანამდე ეწერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით უნდა გათავისუფლდეს და სამკურნალო საზღვარგარეთ გადაიყვანონ. დამატების შემდეგ კი გაჩნდა ასეთი ჩანაწერიც, რომ მასთან ევროდეპუტატები შეუფერხებლად უნდა შევიდნენ. აი ამ პუნქტს არიზიარებს გახარია საქართველოსთვის, ლელოს წარმომადგენელი კი შეფასებისგან თავს იკავებს. სხვა საკითხებზე კი ისინი ღიად ამბობენ, რომ სხვა მოთხოვნების და სანქციების დაწესების მომხრეები იყვნენ, ისევე როგორც ამ პროცესებში ჩართული იყო კიდევ ორი ბარიერგადალახული პარტია, კოალიცია ცვლილებისთვის და ნაციონალური მოძრაობა. ამ მიზანმიმართული მუშაობის გამო ოპონენტებს ქართული ოცნებიდან მოღალატეებს უწოდებენ, ევროპარლამენტთან დაკავშირებით კი ამბობენ, რომ ამ ინსტიტუციის იმიჯს აზიანებს, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი სახეების დღის წესრიგით მოქმედებენ. თავად რეზოლუცია კი არ აშინებთ და მის მიღმა Deep State-ის გავლენებს ხედავენ, რომელმაც მათი თქმით ხელისუფლებას ბრძოლა მას შემდეგ გამოუცხადა, რაც საქართველოს უკრაინასთან ერთად ომში არ ჩაერთო. რაც შეეხება მოლოდინებს, ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ევროპულ ფლანგზე ურთიერთობების გაჯანსაღება ტრამპის მიერ Deep State-ის დამარცხების შემდეგ მოხდება. ერთ-ერთი მათ შორის ჩანაწერი რომ ნახოთ არის ის, რომ გარკვეული საკითხები, რომელსაც ევროკავშირი ვერ იღებს კონსენსუსით, იმის გამო, რომ ორბანი და ფიცო უშლიან ხელს, ამ სლოვაკეთი და უნგრეთი, პირდაპირ არის მოწოდება, რომ მიბაძეთ ბალტიის პირებს ქვეყნებს, ეს ეხება კონკრეტულად სანქციებს, როგორც ბალტებმა პირდაპირ ინდივიდუალურად თვითონ ქვეყანა დაასანქცირა კონკრეტული ადამიანები, იგივე რომ გააკეთოს 25 ქვეყანამ, ანუ ორის გამოკლების. მიუნხენში არავინ არ ეპატიჟება კობახიძეს სამაგიეროდ, ის ჩავიდა ამერიკიდან ეკრანზე ჩართული ელონ მასკის სანახავად, იმაში რა ქვია, აბუდაბიში. როცა სიყალბით და ყალბიჩვენებით ადამიანებს სვამენ ციხეში, ჩვენი ძულებული ვართ მათთან მიმართებაში ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იყოს გამოყენებული სანქციები. ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრი იმუშავა იმაზე, რომ რეალურად დასანქცირდნენ რეჟიმის დამფინანსებელი ადამიანები და რეჟიმის შემქმნელი ადამიანები და ეს არ შეეხოს არავითარ შემთხვევაში ქართულ ხალხს, რომელსაც დამსახურებულად აქვს ვიზა ლიბერალიზაცია. მიხეილ სააკაშვილის ნაწილს რაც შეეხება, ჩვენ არ ვთვლით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. შესწორებებს, რომელიც რელევანტური არ არის, არ შევაფასებ. კი ბატონო, რეზოლუციაზე გეტყვით. რეზოლუცია საბოლოო დიაგნოზი არ არის ამ ქვეყნისთვის. ჩვენ თუ ახალ არჩევნებს ჩავატარებთ და ივანიშვილს მოვაშორებთ ხელისუფლებიდან, გავლენა აღარ ექნება და მიზეზი აღარ ექნება იმისა, რომ საქართველოს კიდევ უფრო ღრმად აღმოჩნდეს ევრაზიულ რაღაცა საშიშ ერთობაში ჩინეთთან და რუსეთთან. თავად ევროკავშირში არ აქვს მას არანაირი ფასი, იმიტომ რომ არ არის სავალდებულო და ლოგიკურია ჩვენთვისაც ვერ ექნება დოკუმენტს, ისე დოკუმენტს ფასი, რომლისთვისაც თავად საქართველოს მოსახლეობის არჩევანს აქვს ჩალისფას. უსამართლო შეტევა საქართველოს ხელისუფლება და ზოგადად საქართველოზე. ჩვენ წინა რეზოლუციებში მაგალითად არაერთხელ გვახსოვს განცხადებები, რომელიც შემდგომ სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ ფაქტობრივად ამხილა ტყუილში ეს ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის მაგალითად და ამაზე დადგა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები. ეს ეხებოდა მაგალითად ეგრეთ წოდებულ მედია მენეჯერ გვარამიას, რომელზეც ასევე დადგა შემდგომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები. არაერთხელ თავად ევროკავშირის და ზოგადად ევროპის
ინსტიტუტებმა თავად ამხილეს ტყუილში. მიიღეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც ფაქტობრივად კრიმინალური სისტემის თანამზრახველად აქცევს თითოეულ მათგანს, ვინც ამ დოკუმენტს მხარი დაუჭირა. ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, ეს არის თანამზრახველობა მისი იმ უმძიმესი დანაშაულების, რომელიც სააკაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას აქვს ჩადენილი. ასე რომ თითოეული მათგანი სანამ აყვება აი ამ რაღაც პროვოკაციებს, კარგად უნდა გაათვითმობიეროს, ვის და რას უჭერს სინამდვილეში მხარს. გუშინ ევროპარლამენტში კიდევ ერთი რეზოლუციის პროექტის კენჭისყრა გაიმართა, თუმცა ეს კონკრეტული დოკუმენტი ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო ჩავარდა. ჩავარდნილი დოკუმენტი პირიქით საქართველოს მხარდამჭერი იყო, მასში ნათქვამი იყო, რომ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ უნდა ხდებოდეს და ნაცვლად ცალმხრივი მოთხოვნებისა ევროკავშირი უნდა ჩაებას კონსტრუქციულ დიალოგში საქართველოს ახალ მთავრობასთან. ეს დოკუმენტი მომზადებული იყო ევროპარლამენტში სუვერენულ ერთა ევროპის ჯგუფის სახელით 6 დეპუტატის მიერ და ის, როგორც უკვე გითხარით, ჩავარდა. მადლობა თათია ტაბეშაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.